ქალაქის დასუფთავება მალე უფრო ეფექტური უნდა გახდეს. მუნიციპალიტეტს კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა გადასცა. მის გადაცემას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ვახტანგ ღამბაშიძემ კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ტექნიკა, რომელიც მიზნობრივი დანიშნულებისაა, ახალ შესაძლებლობებს შექმნის გარემოს სისუფთავის შენარჩუნებისთვის. ქალაქ ზესტაფონის მერიას უსასყიდლოდ გადაცა ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ქუჩების დასუფთავება დალაგებისათვის. გონია, რომ კარგი საჩუქარია ზესტაფონის მცხოვრებლებისათვის, რათა ერთად ვიცხოვროთ სუფთად ინდუსტრიულ ქალაქში. მოგეხსენებათ, ჯორჯიან მანგანეზის მიერ განუცემული იქნა ორი სპეცტექნიკა ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის, რადგანაც მოხდეს კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის გაუმჯობესებულად მუშაობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჯორჯიან მანგანეზს. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მოსახლეობას თანადგომას თხოვს. კერძოდ, როგორც ის ამბობს, იმ ქუჩებზე, სადაც ტექნიკა იმუძრევებს, ავტომანქანების გაჩერება სასურველი არ იქნება, რათა დასუფთავების სამუშაოები შეუფერხებლად წარიმართოს. მე მინდა მიუთითო ჩვენს მოსახლეობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ნუ დავტოვებთ ავტომანქანებს, რათა შეიძლება დაზიანდეს და ასეთ შემთხვევაში ჩვენგან ვერ მოხდება მისი ანაზღაურება. დიდი თხოვნა იქნება ჩემი, ნუ დავაყენებთ და დავტოვებთ ღამით ცენტრალურ ქუჩებზე ავტომანქანებს. შეიძლება ხვალიდანაც უკვე დაიწყოს ქალაქის ქუჩების გადარეცხვა, რათა ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში. ღამის 4-ის ნახევარზე დავიწყებთ მუშაობას. ტრანსპორტი თუ მოგცემს შესაძლებლობას, სანამ ამოძრავდება დილით, მოხდება ყველა ქუჩის გადარეცხვა და უკვე როდესაც გამოდის მანქანები, შესაძლებლობა აღარ გვეძლევა, რათა შეიძლება დაზიანდეს რომელიმე მანქანის მინა ან თვითონ მანქანა და ამის გამო ვწყვიტავთ ხოლმე მოძრაობას. ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა ქუჩების გადარეცხვა. დღეს რომ მაგალითად გადავრეცხავთ აღმაშენებლის ქუჩას, ხვალ მოხდება კვალითის დასახლების ქუჩების გადარეცხვა.